ვფიქრობდი, რომ მე მგონი წინა ცხოვრებაში ვიყავი სტომატოლოგი, რომელიც აჯდებოდა გამაყუჩებელ წამალს და ტანჯავდა თავის პაციენტებს. თბილისიდან ჭორები მოდის. მართლა? მარტოები ვიბადებით, მარტოები ვკვდებით. თუ ჩაღრმავება იყო, ეგეთი უნდა ყოფილიყო. იტალიური ტერმინი, არაფრის კეთების სიტყვება თუ რაღაცა ყლინჯობა. ეგ არის მოგონილი რომანტიზირებული თემა. საღამო მშვიდობის, დაგიბრუნდით ჩვენი ქაოტური პოდკასტით, რომელსაც ქვია მერკურია რეტროგრადული. კი ბატონო. ჩვენ მისი წამყვანი. ეს უნდა კი ბატონო უნდა ვაქცია ჩვენს რუტინად წარდგენაში. იყოს. კი, იმიტომ რომ კი ბატონო, why not? კი ბატონო. კი ბატონო. ამ კი ბატონოებში მე ვარცად. აუ ძალიან მე ვარ ნინი, ოღონდ თან ახლა ძალიან მეშინია რომ არ გვიჩილონ, იმიტომ რომ კი ბატონო იყო YouTube ჩანელი 2016-17 წლებში ერთ-ერთი ქართული ძალიან ისეთი მაგ ჟანრაში რაც საკეთებდნენ ძალიან წამყვანი კონტენტ მეიკერები იყვნენ, მაგრამ დაიშალნენ, მაგრამ რატო? ხო და ჩვენ გავაგრძელოთ legacy. აი ხო მაგ სიტყვას ვიხსენებდი. გავაგრძელოთ legacy, why not? უცებ თუ გინდა გავიაროთ წინა კვირის ამბები, რამე თუ მოხდა, ვაფშე? მე დღეს ვფიქრობდი, აი ზუსტად წინა კვირის ამბები, ამ წინა დღეების ამბებია რა. დღეს ვფიქრობდი, რომ მე მგონი წინა ცხოვრებაში ვიყავი სტომატოლოგი, რომელიც სტომატოლოგი ვიყავი, რომელიც როგორ ვთქვა, ქართულად ჟოშკავდა, აჯდებოდა გამაყუჩებელ წამალს და ტანჯავდა თავის პაციენტებს. კაი რა. იმიტომ რომ კიდევ ერთი კბილი მაქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი და ხვალ ვარ დილის 8 საათზე ჩაწერილი, იმიტომ რომ სხვა დრო ვერ ვნახა. დაიცა ერთი წუთი გაიმეორე. რომელზე? დილის, ნუ კაი, ახლა ცოტა ჰიპერბოლურად იშქანი, მაგრამ 9-ზე ნამდვილად ვარ. ანუ მაგისთვის აი გუნდა მე თქვა მაგისთვის მინიმუმ 7-ზე ხო უნდა ადგე თქვა და კი, მაგრამ სამსახურსაც ეგრე ვიწყებთ. ანუ კაი, არაუშავს, მაგრამ ერთი არის რომ ტაიმიდან საწოლიდან გადმობობღდები, ლეპტოპს ჩართავ და რაღაცა იქ ვარაუდით იზავ და მეორეა რომ ქალაქის მეორე ბოლოში გამოხვალ და პირს გავუღებ სტომატოლოგს და 1 საათი პირდაბრჩენილი უნდა იჯდე. თან ეგ კიდე არაუშავს, როცა არ გეშინია და ჩვენი ამბავი ყველა მიცით მე მგონი როგორ გიყვარს. ძალიან გულით რო გვეყვარს. ნინიმ გამოტოვა ჩემი აზრით ის თავარი მომენტი, რომ მთელი კვირა აქვს სუპერ გადატვირთული სამსახურში. ეხაც ჩაწერის მერე უნდა გაიქცეს ისევ და იმუშაოს. თან დღეს Google Chat-მა გაგვიბაგარა. ესეთი რამე გინახავთ, ანუ დღეს ზუსტად ვლაპარაკობდით მაგაზე, ანუ ვერ გვგზავნით ერთმანეთთან წერილობით შეტყობინებებს, Google Chat-ს ვიყენებ ძალიან აქტიურად რა, ანუ Google-ის workspace-ში არის მთელი სისტემა აწყობილი. მთელი დღეა ლაგავს რა და არაფერი არ მიდის. რესტორანია. დღეს მომწერა ჩემმა დიზაინერმა რა ერთიო წარმოედგინა დილას გაიღვიძა და Google-ია დაშათდაუნებულიაო რა. მე ძალიან უჟასყვები ხო ეხა? და მეთქი მაკაბრა რასიძახი. ეგრევე გამეძოძგინა, მაგრამ მე მეთქი სად ვიმუშავებთ ხო ის პერიოდი და იქნებ ასეც ჯობდეს თქვენ. ყველაფერს ცოტა შეისვენ. აი კი, ჩვენთანაც სამსახურში როგორც კი რაღაცა სოფტი გაჭედავდა, ყველას წინასწარ ნავარჯიშების სახეებით მწუხარება გვეწერა სახეზე, მაგრამ არა, ნუ რას ვიზამდით, Windows-ი აპდეიტდება. რა უნდა ქნა თუ რაღაცა. ეხა მე მინდა რომ ამ გადაცემაში, ამ ეპიზოდში მოვყვეთ ჩვენი alone time-ის მარტოობის 100 წელი. ოღონდაც 100 წელი არა. არა. ხო, ანუ მარტოობის პერიოდი alone times იმიტომ ვიყენებ, რომ ტერმინად არის უკვე ჩამოყალიბებული რა. აი ქართულად ახლა ვფიქრობ რა შეიძლება განმარტოების პერიოდი თუ რაღაც, მაგრამ ანუ ნაცნობი ტერმინია უკვე alone time და მე არ მაქვს პრობლემა, შენ ბატონ თამას კითხე და აუდიტორიას. ბატონო თამას. მე ქეთი რას გვეტყვის? ქეთი გაგჯაჯავს, კი არ დაუკაცრავად განგვიქავს. და გვიწერს მე მაგის შესატყვის ქართულ ნაკლებად ესეთ
შესატყვეს. შენას მეუბნები რომ განქიქვა არ კი. კი, ძალიან. ხო. კრინჯავს, კეთი, კრინჯის შესატყვისი არ დაგვიწერე. არსებობს. მართლა არ არსებობს. მე მგონი არც ერთ ენაზე. ოღონდ მართლა. იმას, იმიტომ რომ ჯენზის გამოგონილი სიტყვა რეალურად. ალბათ, კაი, არა, ვერ დავამტკიცებ მაგას, მაგრამ კაცმა არ იცის საწარმოიშვა როდის და რა კონტექსტიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ იდეალურად ასახავს აი ამ შეგრძნებას, გამაჟრიალას მომენტი, ოღონდ არა ფიზიკურად, არამედ აი არსებით რო გაგაჟრიალებს თუ რაღაცა. ფიზიკური ჩადის, იმიტომ რომ ჩემთვის გაქრინჯვა რომელია, იცი? ზაფხულზეც არცის ხმა? არა, წინაღამეს რო ძალიან ბევრი დალია და იქ შენი კომპანიის ჰედის თვალწინ კარაოკე იმღერა Lana Del Rey's Without You ბოლო ხმაზე ვიღაცას რაღაც ელაპარაკე, მოკლედ თავი შეირცხვინე როგორც შეგეძლო ყველა ვარიაციაში და მეორე დილას ნაბახუსებზე რა იღვიძებ და სანამ ყავა დაისხმევა, იქამდე რომ მომენტები გახსენდება და აი ეს ჩემთვის კრინჯი. დაფაზეც არც არა უშავს. აი ხო, ანუ ნამდვილი კრინჯი ნახდათ ეგ არის, რომ აი რაღაცა შიგნიდან რო საზიზღრობა. კი, ძალიან საზიზღრობა და ნუ ბევრ სიტუაციას ერგება, მაგრამ თემა ძალიან მომწონს, მაგრამ შენ კვირაზე მოგვიყავი, შენთან რა ხდებოდა? ჩემი კვირაც არანაკლებ გადატვირთული იყო სხვათა შორის სხვა ველოდების სტუმრებს და ძალიან მიხარია რამდენიმე ეპიზოდში ვახსენე ჩემი მამიდაშვილი ბაქარი და მასთან ერთად ჩამოდის ჩემი პირველი ნათლული და მოკლედ ხოლმე დავხვდე და მთელი ეს კვირა მე მგონი მაგის მზადებაში ვარ, რომ სახლი ცოტა არზე მოიყვანა. გონზე მოიყვანა. მე ძალიან შორს შენი, რა ნათლული ყავს. მე არ მყავს არც ერთი ნათლული და ჩემი ოცნება, იმიტომ რომ მგონია რომ ownership-ი მექნება ძალიან მაგარი. მაგრამ რატომაც არავინ არ მანდობს ამ სახელწოდებას title ანუ title ხო ხო job პოზიციას ოღონდ როგორ მინდა მაგრამ ანუ ჯერ ერთი სამეგობროში ძალიან ახლო სამეგობროში ჯერ ბავშვი არ არის და მაგიტომ მე მგონი ყველა მემელოდება აქეთ არ ვიცი და მეორე ვარიანტი არის რომ რაღაცნაირად ნათლის ამპლუაში ვერ წარმოვუდგენი ვარ ამ ხალხს იმის მიუხედავად რომ ბავშვებთან იციან რა მაგარი დამოკიდებულება მაქვს ჯანსაღად მაგარი რა იცი რა არის სულიერებასთან მიმართებაში ნინია რომ მოვნათლე მე თვითონ 15-ის ვიყავი და ეხლა თვითონ არის 15-ის აუ რა მაგარია ძალიან მაგარია მაგრამ აი კაკრას 1-2 დღის წინ ველაპარაკებოდი ნინიას მაგაზე რომ ანუ ნინია რომ მოვნათლე მე თვითონ იმდენად აქეთ მოსანათლი ვიყავი მე მგონი თუ რაღაცა ხდები ანუ აი 2 წლის ვიყავი რა ბავშვის მონათლა რაზეა საუბარი ხო პროსტა ანუ ნინია რომ გაჩნდა და რომ დავინახე მეთქი ანუ აი მინდა რომ ამისი ნათლია ვიყო უსაყვარლესი გასაგლეჯი ბავშვი იყო აი გასაწიწკნი რა და სულ მყავს 2 ნათლული ნინია და რეა ორი უშუალოებმა ძალიან კარგად იცოდნენ რომ სულიერ გზაზე დაყენება თუ რაღაცა უნდა გაგაწყვეტინო ანუ ჩვენთან და ბოდიში ოღონდ ვიტყვი რატო გაწყვეტინა ჩვენთან ძალიან არასწორი აღქმაქვთ მით უმეტეს მგონია რომ ამ თაობაში და წინა თაობაშიც და მე მგონი იმის წინა თაობაში და იმის წინა თაობაშიც ნათლის ანუ რელიგიური ეკლესიური თვალსაზრისით რასაც ნათლია გულისხმობს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ხოლმე ისე ირჩევენ პოზიციაზე ადამიანებს იმიტომ რომ იმას პატივის წეს, იმიტომ რომ ის თაქალია, ის რაღაცა ახლა დანათესავება უნდათ, იქ ვიღაცა ხალი ვიღაცაზე ეჭვიანობს და ქმარს უნათესავებს, ანუ რეები არ გამიგია, მაგრამ თავარი რასაც ემსახურება, ეგ ყველას ავიწყდება. ხო, აი რელიგიური თვალსაზრისით რასაც ემსახურება არის ის, რომ ბავშვი რელიგიურ გზაზე დააყენო, რაღაცა განათლო ამ თემაში და ასე იძახიან, მაგრამ მაგის გარდა სულიერი აღზრდა მარტო ეკლესიისკენ მიმავალი გზა არ არის. ხო და აი ნინიასთან მაგალითად სამწუხარო ძალიან მწუხარ ნინი. სამწუხარო ზუსტად ეს აღზრდის და რაღაცა ახლოში გვერდში ყოფნის მომენტი. დაბლა სალონში, ნოძიკო პრივატ. ეს აღზრდის მომენტი და რაღაცა ნინიასთან იმ პერიოდში არ გამომივიდა, იმიტომ რომ მართლა აქეთ აღსაზრდელი ვიყავი ბოდიშის მოხდით რა. ნუ რეასთან ვინაზღაურებ ხა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რეიკი ამხერა ჯერ პატარა. მაგრამ სანაცვლოდ ნინიასთან რაღაცა დაქალობის მომენტი გამომდის, იმიტომ რომ ანუ
კაი 15 წელი ბევრი არის დაშორება, მაგრამ ანუ არც მაინც ისა. ნორმალური, ადეკვატური დაშორებაა რა. მით უმეტეს ახლა უფრო და უფრო წარმოგიდგენი 20-ის რო იქნება და შენ 35-ის. არა, მე 45-ის. 45-ის. მაგრამ მაინც ანუ Still ძალიან ვაფშე ნორმ, არ არის. კი, ძალიან ნორმ და რაღაცა უფრო ჩადაქალების მომენტი გვაქვს ახლა მე და ნინიას და ну მოკლედ ძალიან მიხარეა. მეც სხვათა შორის. სინათლე შემოაღწევს ახლა ეს ერთი კვირა. კი. ბევრ საინტერესო ინფორმაციას ველოდები ჩვენგან შემდეგ ჩაწერაზე. მეც თბილისიდან ჭორები მოდის. მართლა? არა, ვღადავ, იმედი მაქვს. იმიტომ რომ როგორც იცით უკვე მიყვარს ჭორაობა. ძალიან მიყვარს ის ფაქტი, რომ დედაჩემი დღესაც მეკითხება, რა, ანუ აი თბილისში ეხლა ყველაზე კარგი ნაპოლეონისაც 3 შეიძინოს. წელია აქეთ ხარ. ანუ მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერზე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ანუ თბილისიდან ინფორმაცია არ ჩამოსვლია საუკუნე. ანუ დღეს მართლა მეკითხა, რომ წინ რაღაც შელაპარაკება იყო წინა корпуსში და ხო არ იცი პოლიცია რატო იყო ამასული მეთქი. რომ მომიდეს გავარკვევ რა, ანუ მაქედან დავიწყო ნუ რა ეგ არის ხო პრობლემა. ясно, მაგრამ ხო მესმის რასაც დედას delusional მომენტები. არა, კაია, ძალიან კარგად გავერთე ხა მაგაზე. ზიმარ მეთქი. რავი. ზივარ ჩემთვის ვარშავაში სულ არ მყავს წინამეზობლები. არ მართლა. ვიცი, არ ყავს წინამეზობლები. აი უნიდა რომ გაიხედო სტადიონია რა, გამეზობლები თუ სკოლა თუ რაღაცა. ანუ ეზო მახსოვს. არა, სკოლა და სკოლის ეზოკე. და სხვა შორის დღეს შევამჩნია, რომ სკოლაში სპორტის მასწავლებელი ყავთ პადრე მამაო. ანუ კათოლიკური მიმართულების მამა. კათოლიკურ რელიგიაში ძალიან მიღებული თემაა. და რა მაგარია. ანუ მარტო ის კი არა რელიგიის მასწავლებელი იყოს მამაო, ანუ რაღაც სპორტის მასწავლებელი რო არის. ძალიან კარგია. ალბათ. ნუ თუ რაღაცა თავზე არ ახავს რაღაცებს ხო, აი მაგიტო თქვი maybe თქო, იმიტომ რომ ნუ ჩემი აზრით რაღაცა ყოველში არ ეტყობა ახლა. ნუ ახლა თუ შენ თუ ამბობ რომ არ ეტყობა, ისე ურტყავს უდრის. კაი, ეხა იცი რა მითხარი? წეღარო დავაანონსეთ ჩვენი თემა. მაინტერესებს როგორ გამოიყურება შენი alone time-ი. ანუ რას გულისხმობ ახლა ამაში, იმიტომ რომ ყველას აღმოვაჩინე, რომ ანუ მე ჩემი რაღაცა შენ მოყევი და მე ჩემსაც მოყვები, იმიტომ რომ მე ჩემი alone time-ი როგორც მაქვს, მეგონა რომ ყველა ესე იქნებოდა და რამდენიც, ну არა, დღეს არ გამირკვევია, მე რამდენიც ადამიანი ახალი გავიცანი და უახლოვდი და რაღაცა, იმდენი გაირკვა რომ ყველას რაღაცა თავისებური alone time-ები აქვს მოწყობილი. მაინტერესებს ახლა შენი alone time-ი რამდენად რამდენად აზიხარ მაგალითად ამ alone times. ვინ გაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალური იყოს? აი, მივალ მაგამდე. ეგრევე deep თემით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მეც აღმოვაჩინე, რომ თურმე მე მგონი ყველანი ჩემნაირად არ ხართ და თუ ხართ, დამიწერეთ და გამიხარდება. ჯერ ცალკე alone time-ი და ეს რაღაც და გავყოთ. მეორე თემა არის ზოგადად მარტო ყოფნა. მე ზოგადად მარტო ყოფნაზე მეც შეგვიძლია ვისაუბროთ რა. აუცილებლად, მაგრამ უცბად ვიტყვი რა, ანუ ჩემს გონებაში ისი არის თვითონ გონებაში საზღვრები, რომ არ აქვს მნიშვნელობა 100 კაცში ვარ თუ რავი სულ მარტო. აღქმის დონეზე მაინც ვარ სულ მარტო. მე მენანერა ჟღერდა და ვითომ სევდიან აჭღერს, მაგრამ რეალურად ძალიან ადამიანური ფაქტორია რა. რეალურად მარტოები ვიბადებით, მარტოები ვკვდებით. თუ ჩაღრმავება იყო ეგეთი უნდა ყოფილიყო. არა, კი, მაინც ბოლოს მაგამდე მივდივართ. მაგრამ მე მეგონა რა, ყველა ასე იყო, რა ტვინში ეს რაც პატარა ნინი რო წარმომიდგენია, რაღაც კამზე ზის და სკატას ეფერება და რაღაცებს მართავს იქ ტვინში. და მარტო არის, ანუ ის კატა მაინც მარტოა ამ კატასთან, ან მარტოა. ხო, ანუ keyword არის რომ მარტო. ყველას მიღებული ქონდა ეგ მდგომარეობა და ყველას როგორ თქვა, განვითარებულად ქონდა წარმოდგენა, ან აღიქვავდა თავს ეგრეთ, თუმცა არ ყოფილა ეგრეთ. მაგრამ ეს მერე იყო. ანუ იმის თქმა მინდა რომ უბრალოდ მარტოობასთან ვარ ძალიან კომფორტულად. იმის მიუხედავად რომ მარტო არასდროს არ ყოფილვარ ბავშვობიდან მოყოლებული ფიზიკურად. კაი, ეს მაინც ბოლოს დავუბრუნდით. რაც შეეხება alone times. ხო, ნუ ეს alone time-ი რელაქსაციისთვის როგორ იყენებ და ასე შემდეგ, ხო. ჩემთვის რელაქსაციისთვის alone time-ის გამოყენება არის ჯერ კიდევ მიუღწეველი რაღაც
მონაპოვარი, რომელსაც იმედია მივაღწევ მალე და მოვიპოვებ. მაგრამ ანუ ადრეც გვილაპარაკია მაგ თემაზე, ახლა ჩემთვის ბავშვობაში არასდროს არ ყოფილა, წადი ოთახში და ახლა მარტო იყავი, დასჯის რაღაც მექანიზმი, იმიტომ რომ ისაც მარტო ვიყავი, კი მყავს დედმამიშვილები, მაგრამ ძალიან დიდი ჩემზე. და ანუ მაინც უმარტო ვიყავი და დიდად ეგ დასჯის მექანიზმი არ იყო. რაც უფრო წამოვიზარდე და ანუ მე სკოლა თემები წამოვიდა და აი არდადეგების პირველი დღე რო გავიხსენოთ რა, ზაფხულის არდადეგები რო იწყება, პირველ დილას რო იღვიძებ და რაღაცნაირი თავისუფლების შეგრძნება, ანუ ჩემთვის მაგასთან ასოცირდება მარტოობა. მაგრამ მანდაც სულ მესმოდა ხოლმე, რომ აი ეხლა ეს წამოწოლილი რო ხარ, ნუ ხარ, რამე გააკეთე, ადექი, ისქენი, ესქენი, ანუ ყველა მოგიწოდებს, რომ უკმათ ჯდომას, უკმათ შრომა, ანუ გასაგებია მესმის, მაგრამ მოკლედ ასე დავისწავლე, რომ უბრალოდ წამოწოლილი და მარტო დასვენებულ მდგომარეობაში ყოფნა არის რაღაცა ცოდვის მსგავსი, ან უმსგავსობა ზოგადად და არ შემშვენის და თუ მინდა რომ კარგი გოგო უნდა ვიყო, რაღაცას უნდა ვაკეთებ და თუნდაც დასვენების პერიოდში. საბოლოო ჯამში ისე გადაიზარდა, რომ იმის მიუხედავად, რომ წინა წელს, არა წელწადნახევარი პოლონეთში რომ ჩამოვედი, უმუშავარი ვეყავი და სახლში ვეყავი. და მართლა საქმე არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი ვქენი, რომ საქმე მქონოდა და ყოველი ის წამი, რომელიც ტახტზე წამოწოლილი Netflix-ის ყურებაში გავატარე, ჩემი თავი მეზიზღებოდა და თავს გრძნავდი ძალიან დამნაშავად. ახლა ნელ-ნელა მინდა რომ ვისწავლო მართლა, რასაც ქვია დასვენება, როდესაც მარტო ხარ. და გააქვს dedicated რაღაცა მიძღვნილი დრო იმისთვის, რომ დაისვენო. ჯერ არ ვიცი როგორ უნდა, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ, გონება ფიქრობ 7 მილიონ რაღაცაზე. იქ ისიც მინდა რომ alone time იყოს რაღაცას ჩემი თავისთვის მიძღვნილი და me times რო ეძახიან და იქ სახეზე მასკების დაფენა, თელი ამბები, სანთელი ანთე, იმედიტირე, mindset-ი ახალი გამოიმუშავე, გასულ ანუ ამ ყველაფერზე ვფიქრობ, Notion რო არის რაღაც სხვადასხვა აპებში, აპლიკაციებში ესე გეგმავ to-do list-ად, რამდენი უცხო სიტყვა თქვი, მაგრამ ეგ არის რაც ვარ რა. დასაკეთებელ სიად to-do list-ია რა. To-do list-ად და მე ვუყურებ ამ to-do list-ს, მეორე მხარეს გადავტრიალდები და scroll-ს აგრძელებ და თან ჩემი თავი მძულს. შენი alone time-ი ამჯერად როგორ გამოიყურება, ან საერთოდ როგორ გარდაიქმნა იმად რაც ახლა არის. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი alone time-ი თუ me time-ი ზუსტად მეგონა რომ იყო ძალიან ერთნაირი და ვთვლიდი ზოგადად ჩემ თავს რომ ვარ ექსტროვერტი და ეს ავტომატურად ნიშნავდა რომ მე არ მჭირდება დატენვა თუ რაღაც რაღაცა წლების მერე, როცა საერთოდ არ ვიტენებოდი, ჩემი აზრით, უბრალოდ ასე მეგონა რომ არ ვიტენებოდი, მერე მივხვდი, რომ ზუსტად ის აქტივობები, რითიც მე ვკაიფობდი და რაც მსიამოვნებ და ის აქტივობები, ისინი იყო ჩემი me time. შეიძლება alone time ეს არის ტერმინი უბრალოდ, თორე რეალურად მე ვიტენებოდი და ჩემი თავი გონზე მომყავდა მეგობრებთან ურთიერთობით, აი იმ სკოლიდან დაღლილი რომ მოვდიოდი თუ რაღაცა, ტელეფონზე ჩამოკონწიალება იყო, იმიტომ რომ მაშინ სახლის ტელეფონები გვედგა. ტელეფონზე ჩამოკონწიალება იყო მაგალითად, თან დავამუღამეთ ერთხელ მახსოვს კლასელებმა დავამუღამეთ, რომ მესამეც შეგვიძლია ჩავიმატოთ და ეგ Mean Girl-ი ქონდათ ახალი ნანახე? არა, კაცო. ნეტა ეგრე შეიძლებოდა ეს. არა, მაშინ ისმოდა, რავი, ჩვენთან ისმოდა. ყოველთვის ორიანზე დაწყებული ნომრები რაც იყო, ეგენი ვემატებოდით ერთმანეთს რა. სხვა ნომრებს ვერ ვამატებ. ნუ არ ვიცი, რაღაცა გლიჩი იყო, იმიტომ რომ წესით ერთი ხაზი უნდა ყოფილიყო მარტო და. გინდა მაგითი მაგალითად და გინდა ხატვით, რასაც ჰობის ვეძახდი. გინდა ნებისმიერი ეგეთი აქტივობით. გამომყავდა ჩემი თავი იმ დაღლილობიდან, იმ რაღაცა ტვინის ქაოსიდან და რაღაცებიდან. ეხლა ჩემი me time-ი გამოდის როგორი, იცი? თუ მჭირდება რომ ტვინი გავაჩუმო, ანუ ეხლა ხვდები რომ me time-ი არის ის რომ ტვინი უნდა გავაჩუმო და ანუ ცოტა ხანი გავთიშო.
თუ მჭირდება რომ ტვინი გავაჩუმო, ვიწყებ დაალაგებას. და ეს ერთ-ერთი ერთ-ერთი უსაყვარლესი აქტივობა. რაღაცების ხეხვა, წვრილი, რაღაც კბილის ჭხირებით და რაღაცეებით. ასევე პარალელურად აუცილებლად ანუ აი რუტინულად რომ მოვყვე, მუსიკას ვრთავ. ამ დროს რეზიკო და ჰიუგო არ უნდა იყვნენ სახში, მე რომ აი ეს ტალღა მომეცეს. ვრთავ მუსიკას, ვიწყებ დაალაგებას. ამავე დროს იგივე პროცესში შეიძლება საერთოდ 1 გრამი ენერგია ვერ ვიპოვო და აი ზუსტად binge watching-ი რაღაცა Netflix-ი ჩავრთო და 3 სეზონს ვუყურო ერთდროულად რაღაცა ჩემი 7-ჯერ ნანახი სერიალი სამაგალითად. ან წეღარო თქვი სკროლო, ხო? ანუ სკროლაში რო დრო გამყავს, ეგ არის ჩემი, რა ვიცი, იავნანა ჩვეულებრივი ძილის წინ თუ არ ვსკროლე, ვერ ვიძინებ მე მგონი. ანუ მართლა ძალიან მეხმარება ტვინის გათიშვაში რა. თან ამ ფიდი მაქვს ისეთი მოწყობილი, რომ აი არაფერი ისეთი, რომ ტვინი დაიძაბოს სიტყვაზე რაღაცა. მარტო რაღაცა ის true crime დოკუმენტური ფილმები და ეგეთი რაღაცეები რა. ძალიან საინტერესოა. True crime-ზე უბრალოდ მეც გეტყურა ძალიან მიყვარს. და ჩემი ქმარი სულ მაგაზე ხუმრობს ხოლმე, რომ აი ნინი ძალიან აღელვებული და დასტრესილი რო არის, ეგრე განიტვირთება ხოლმე და აი პროსტა ვინაკეთებს მაგას ქალების გარდა მართლა ოღონდ ეგ მართლა ძალიან ჩვეულებრივი ფენომენი ყოფილა რომ თურმე ყველა ქალი ნუ კაი ყველა თუ არა ძალიან ბევრი ქალი ტკბება და ისვენებს და რელაქსდება ტკბება ძალიან ისეთი ნატკბე ხო თუ crime-ს არ უნდა დატკბე ხო ნუ რა ვიცი ანუ როგორაჩე არა პრობლემა უფრო კარგად დაგეგმილი კი არა და ბანძად დაგეგმილი კრაიმები და დანაშაულების ყურება მიყვარს რომ ძალიან რო ცდილობენ მაგალითად ხო ანუ აი როგორც რომ ძალიან რო ცდილობენ რომ არ გამოიჭირონ და ამ დროს აი ყველა მაგათი ნაბიჯი რო ჩანს რაღაცა იგით ძალიან მიყვარს განსაკუთრებით სერიალ უკრელებზე მიყვარს ყურება მეც მიყვარს აი მაკიაჟი მაგალითად შენთანაც ჩასწერად რომ გამოდივარ ხო ვიკეთებ მაკიაჟი ისე ვერ ვაკეთებ ვერაფერს ეგეთი tasks თუ არ მაქვს პარალელურად ხო აი ეგ ძალიან მაინტერესებს ეგ რას ნიშნავს body doubling-ის მომენტია ანუ რაღაცა კონკრეტული მენტალური თემატიკა არ მინდა რომ ჩავრთო იმიტომ რომ საკმარის განათლება არ მაქვს, მაგრამ ხო, არც მე, მაგრამ ახლა ეგ ყველა ვიცის რომ არ გვაქვს. ნუ ADHD-ის თემა არის, რომ რამდენიმე რაღაცაზე ერთდროულად უნდა ყურადღება კონდეს განაწილებული. ანუ შენ ტვინს სჭირდება სტიმულაცია, რომ პროცესზე ხელი არ ჩაიქნია და კი, ეგ მართლა მასეა, ის alone time-ები, რაც ეხა გინდა მაგალითად რომ ისწავლო შენთვის და დაამუღამო, რომ დამნაშავეეთ არის გრძნო თავი. აი ეხლა რო არ მიიღებდეს ეს კამერა ჩემს ნოუთების და სხვა ბევრი აპლიკაცია მაქვს ეგ კი არა ანუ უამრავი აპლიკაცია მაქვს ტრეკერები ისინი ესენი რასაც ვიწყებ ყოველთვის და ეს კონსისტენსი რაღაცა მიმდევრობა ვერ გამოვიმუშავე ვერასდროს რომ მივყვა მე მგონია რომ უბრალოდ საკმარისად არც ერთი თემის დანერგვა არ მინდა და ცოტა მკიდია მგონი ანუ საკმარის мотиваცია არ მაქვს რა დავნერგო. იმიტომ რომ მაგალითად ახლა ანუ აი ესე რომ დაყო მაგალითად რომ აი აქტიური და პასიური alone time-ები და ანუ სტრუქტურიზაცია რომ ისცე. ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ნახე ის რო იყოს რომ მე ტრეკინგი ანუ აღწერა და რაღაცა აპლიკაციის გამოყენება მეზარებოდეს ეგ არის ტყუილი Duolingo-ში მაქვს 6 დღიანი სტრაიკი და სიტყვაზე კალორიულ დეფიციტში ვარ უკვე 1 წელიწად ნახევარზე მეტი არც მახსოვს და სტრაიკი არ დამირღვევე ეგ მთელი პერიოდი ამ აპლიკაციაში. მადლობა. იმენა. ძალიან მაგარია. ანუ მაგის თქმა მინდა და ჩვენი აუდიტორიისთვის რომ ეგ მიმდევრობა მაქვს გამომუშავებული და რაღაცნაირად შემილია რომ დავნერგო რა. მაგრამ აი რო იცი რომ გაქვს დრო რომელიც კორპორაციის კი არ არის შენია. მაგრამ შეიძლება გამოიყენო მილიარდი სხვადასხვა მიმართულებით, აი სად მოდის ზუსტად ADHD, ყველაფერს გინდა რომ შეეხო. და ანუ მე მართლა ისა რომ ცბად თუ ხატავან, რა ვიცი, ვეძებ პორტუგალიაში ახალ სახლებს, რომელსაც ვიყიდი აუცილებლად ხვალ არა და ზეგ. კი. ან daydreaming-ი მაქვს ჩვეულებრივი, ან ბორდებს ვაკეთებ, ან რა ვიცი რას.
ეგრევე მეფიქრება სხვა რაღაცაზე, მე იმაზე გადავდივარ, საბოლოო ჯამში სიამოვნებას არაფერი არ მანიჭებს და თან უცბად მომენტებში ჩემი გარშემოყოფები არ მტოვებენ მარტო და შემოიფარგლებიან უამრავი თასკით და თან ვარ super people pleaser-ი, ნუ ახლა რა არ გესწავლება, იცი რაც ვარ. Same. სამწუხაროდ ვერავის ვერაფერზე ვერ ვეუბნები, ანუ როგორი დაღლილი და მკვდარი უნდა ვიყო, რა უარი ვთქვა და ანუ მაგასაც თუ შენთანაც ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ვარ მკვდარი და დაღლილი. მაგრამ anyway, ანუ მე რაღაცნაირად ნამუსი ქენჯნის, რომ ეხლა მე თავისუფალი დრო მაქვს. კი, კაი, გავაკეთე პროდუქტიულობა, მაგარია, მახსენდება მე ჩემი 15 წლის თავის ზაფხულის არდადეგებზე. აქტივობა რაღაცა და უცბად აღმოაჩენ, რომ კვირას აღამოა და მეორე დღეს უნდა გამოცხადის ეს დასვენების 2 დღე თუ რაღაც, ხო? ანუ 2 დღეც არ გამოდის დასვენების რეალურად, იმიტომ რომ ანუ შაბათს ჯერ გამოფხიზლების პროცესი გაქვს. ანუ პარასკევის აღამოებში აი თუ დალია რაშრაბე. აი თუ დალია, всё, პირდაპირ ბარიდან მიდიხარ სამსახურში, აი ეგრე გამოდის. აი კვირას რა იყო და პარასკევსაც რო დაალია საღამოს მეორე დღე მთელი შაბათ კვირა დაკარგულია, კი. ნუ შევასაკის ბრალია უკვე. საკმაოდ ციცის, კი. ჩვენ ჰიუგო შემოგვიერთა. იცი რა არის, ანუ მე მაგალითად მქონია ესეთი მცდელობები, ბრჭყალებში, ძალიან ბრჭყალებში ოღონდ, მქონია ესეთი მცდელობები, რომ მოდი ახლა აი მაქვს თავისუფალი დრო და ვიქნები პროდუქტიული. და ანუ თუნდაც ეს me time to alone time რაც ქვია ამას, მინდა რომ იყოს უფრო ანუ ვისვაჯერებ ხოლმე ყოთ არ ვიცი რა, მაგრამ მინდა რომ იყოს უფრო პროდუქტიული. მაგალითად, მოდი დავჯდები წავიკითხა, ოღონდ ანუ ისე თალკე კითხვა მიყვარს. მაგრამ აი, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს და dedicated არა, მიძღვნილი არ არის ეს კითხვისთვის ეს დრო გაწერილი არ მაქვს დღის განრიგში, ხო? მოდი ახლა ტყუილა TikTok-ს ხო არ გავსკროლავ თუ რაღაცა და დავჯდები წავიკითხავ, რა თქმა უნდა მთელი ტვინი ეგრევე გადადის სადღაც იქ unicorn-ებზე ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი unicorn-ი რომ მყავდეს. შენ თითებს რო თითები გქონდათ, მაგას არ წარმოიდგენ. მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მე ჩემი shower thoughts მაქვს ხოლმე ეგეთ მომენტებში. რაღაცა ძალიან დებილობები მეფიქრება ხოლმე, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ მაგალითად ტოსკანაში, როგორც შენ გინდოდა ესპანეთში თუ სადაც პორტუგალიაში. არც ესპანეთია პრობლემა, არც ტოსკანაზე მაქვს ჩაჭერილი, იმიტომ რომ ფილმის ძალიან დიდი გავლენა მაქვს, ხო, კი. კონკრეტულად ეგ სახლი მინდა ისე რომ იცოდე რა. და ეგ პოლონელი მუშები? ბაიბე. პოლონელები არიან. პოლონელი მუშები არიან, ჯინკუეს რო ეუბნება. cute, вообще არ მახსოვდა ეგ. ხო და ან რაღაცა ესე ტოსკანას სახლზე ვფიქრობ, რომ ამ გოგო მაგ ისე გააკეთა, ანუ აი წინა გადაცემაში რომ delusional-ზე ვლაპარაკობდით, მე მგონი დღეს მე ვილაპარაკებ მაგაზე, იმიტომ რომ ვზივარ ხოლმე და ვუყურებ, ანუ აი ამ სახლში რა მაცხოვრებს და სახლი არის 300 მილიონად შეფასებული თუ რაღაცა. ამ სახლში ახლა აი ამ ფილას რატო დააგებ? პროსტო მე ამას არ დავაგებდი. მე ამას ესე გავაკეთებდი, მე ამას და ზუსტად ისე, რაღაცა reserved-ის პიჟამაში ვზივარ, რაღაცა აი აქ მაქვს აკოფსილი თმა. და ვზივარ და ვათვალიერებ რაღაცა, კაროჩე რა დებილობები და ამ დროს აი მაგ მცდელობები, აქტიური me time-ის მცდელობების ფონზე საბოლოო ჯამში გამომდის ძალიან პასიური ყველაფერი, ან ვუყურებ Netflix, ან მაქსიმუმ აი მაქსიმუმს ვიძახი, რომ თმაზე ნიღაბი წავისვა, აი ყველაზე ბევრს ვამბობ რა, რომ თმაზე წავისვა ნიღაბი. ვიღაცები მაგასაც არაკეთებენ თუ არ ვაკეთებთ თუ რაღაც. ოღონდ თან ეს ვიღაცები იბლიჩავენ თმას თვეში ერთხელ და მაინც არაკეთებენ მაგას. მაგრამ აი რო წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა, ჩემი მოდი რომ ვთქვათ რა იდეალური შაბათ-კვირა, იმიტომ რომ სამუშაო დღეებში alone time-ი მე არ მაქვს ძალიან დიდი ბოდიშით მოხდით არ სამუშაო დღეებში როცა მუშაობდი alone time-ი იყო ჩემთვის ცალსახად სამსახურიდან სახლში მოსვლა რამე გემრიელი უნდა მეჭამა და всё ეგ თავის დაჯილდოვება რომ უცბად კარგად მოვიქეცი დღეს სამსახურში და instant დოპამინი რომ იმევა კი ჩემთვის რომ წარმოვიდგინო ეგეთი შაბათ-კვირა აი თქვათ იდეალურ სამყაროში გავიღვიძა და ჩემი თავის მიმართ მაგ იდეალური დამოკიდებულება და ტოქსიკური იმდენად არ ვარ. შაბათი დღე იქნება და როგორ იცი, მით უმეტეს გეოგრაფიული მდგომარეობას ხელს მიწყობს და რა ვიცი, ანუ პარტნიორით სიტყვაზე რა. მთელი დღე, შაბათ დღეს
მით უმეტეს არაზამთრის და შემდგომის პერიოდში ვიქნებოდი გარეთ გაგდებული. ოღონდ აი როგორც ზედმეტი სათრავიც რო არ გაქვს არაფერი. ერთი კაფიდან მეორეს შევიდოდი, ყველგან ყავას ავიღებდი სიტყვაზე take-away-ზე. დავვლიდი მუზეუმებს, წიგნების მაღაზიებს, რავი, ალბათ პროსტა მაღაზიებსაც ყველა, ანუ მთელი ვარშავა მეცოდინებოდა ზეპირად რა, ოღონდ მართლა. ოკეი. მერე გიორგისთან ერთად ან გარეთ გავიდოდით სალახშმოდ, ან თვითონ გააკეთებდა სახლში ვახშამს, რომელსაც არც მაკლებს, მაგრამ მაინც. მერე უკვე ორივეს ჩვენი alone time გვექნებოდა, არა 40 კვადრატულ სახლში, იმიტომ რომ ანუ მარტო ყოფნა ფიზიკურ დონეზე მოითხოვს ხანდახან კი? ჩემთვის კიდე იმდენად არა, იმდენად ორივეს ჩვენი ადგილი და ის გვაქვს ნაპოვნი და არ ვაწუხებთ ერთმანეთს და ვიცით როდის ვის გვჭირდება მარტოობა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ბავშვი ძალიან კომფორტულად ვართ, მაგრამ მაინც ახლა 40 კვადრატულში როგორია. ასე რომ შედავით მოზრდილ სივრცეში, მეც ჩემი სულიერი განვითარების მიზნით ან წავიკითხავდი, ფილმებს ვუყურებდი, დავხატავდი, მოკლედ სხვადასხვა მსგავს საქმიანობებს შევეჭიდებოდი. და საღამოს, რა ვიცი, დავიძინებდი, არა, ღამის 3 საათზე, იმიტომ რომ სასწაულად არაული მაქვს გრძელის რეჟიმი. გრაფიკი. კვირა დღე, ცალსახად იქნებოდა სახლის დღე. გიორგისთან ერთად დაწყებული დილის სეირნობით, აუცილებლად. ოკეი. ნაყინის ტლოკნით, სატლოკნა ვიყიყლიყო. ეს როგორ იდეალურზე ამბობ, ანუ ეხა ძალიან ბევრი მოთხოვნა არ მაქვს, იმიტომ რომ არა, რას ვამბობ, იცი რატო გეკითხები, იმიტომ რომ რატო ვერ ვშვები ამას ისა? არა, რაზე ასწავლე. არა, ამას იმიტომ გეკითხები, რომ ეხა ჩემთვის იდეალური თუნდაც შაბათ-კვირა ან რა ვიცი, რაღაცა პერსონალური დრო დავარქვათ. გარეთ გასვლასთან არასდროს არასწირდება. კვირისთვის მაქვს ეგ სახლში დარჩენის თემა. კვირა უნდა იყოს ხელშეუხებელი. ყველა კვირას თათეს ვანები, რომ ჩემი კვირა არის ხელშეუხებელი, ოღონდ არც ერთი ბოლო რამდენიმე თვეა არ მქონია კვირა, რომ აი ესტაფიგდო და ნამუსი არ მქენჯნიდეს, რომ ნინი ანძრია ახლა და რამე გააკეთე, ხო. ანუ შენ გონი არ ვდევარ, მაგრამ თამტირი რომ რაღაცას აკეთებ და თან რაღაცა და ხო. ხანდახან გონია ხოლმე რომ ეს პერსონალური დროის მოთხოვნილებაც მარტო გვაქვს, იმიტომ რომ რაღაცა task-ებს შორის თუ ანუ ჩვენ თავს რასაც ვუყენებთ task-ებს რომ აი უნდა გავიღვიძო, უნდა ვისაუზმო, უნდა რაღაცა ამებს შორის რაღაცა აი ბაფერინგი ვითარი თუ loading-ი თუ რაც ქვია, აი ჩატვირთვის მექანიზმი ვითარი. ხო ეგ არის. ანუ რაც არ უნდა დიფად მიიღო ახლა და სიღრმე, ანუ ეგ არის. ხო, მაგრამ აი რაღაცა არ მომწონს ეგრე. ის ახლა eat pray love-დან რო არის იტალიური ტერმინი, არაფრის კეთების სიტყვება თუ რაღაცა ყინჯობა. ეგ არის მოგონილი რომანტიზირებული თემა, რომლის ფუფუნებაც აქვთ მარტო ადამიანებს, ვისაც გადარჩენისთვის ბრძოლა არ უწევთ. ხო, სავარაუდოდ. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მეც მინდა მათ ადგილას ვიყო და ეს ხალხი არ მაღიზიანებს, მაქსიმუმ შურდეს, მაგრამ იცი რა არის, ეგ რაღაცა mental state-ია, მენტალური მდგომარეობა, უფრო ვიდრე დროის ამბავი ჩემი აზრით. ამ გაგიჟებულ სამყაროში, ანუ რაღაც საქართველოზე, ან ვარშავაზე და პოლონეთზე კი არა მახლაპარაკი, ან მართლა სამყარო იმდენად ასწრაფებულია. ვიღაცებს თუ შემორჩათ ამის უნარი, არის უბრალოდ კულტურული ფასალობებით მოტანილი, რაც აქვთ, აი იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მაქეთ უფრო იციან და ამ ტკბობის გემო უფრო იციან. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საძულველი სერიალია კიდე Emily in Paris. ხო, მეც დიდათ ანუ ხა არ მძულს, მაგრამ არც მიყვარს ერთხელ ვიყურე პროსტა. საკმარისი იყო. უბრალოდ ნერვებს შვილს, არავის არ ვაბულინგებ იმის გამო, რომ სიტყვაზე უყვარს ექსელი, ვისაც გიყვართ კი ბატონო. მან ეუბნება ერთ-ერთი ფრანგი პერსონაჟი ემილის, რომ ამერიკელები ცხოვრობთ იმისთვის, რომ იმუშაოთ და ფრანგები მუშაობთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ, რა. აი ეგ მიდგომა ბევრად კი ახლოს არის ჩემთან. კი, მაგრამ ამ იმაშიც რომ მუშაობ იმისთვის, რომ იცხოვრო და მაინც გადარჩენაზე ხარ, ან რაღაცას აკეთებ იმისთვის, რომ გადარჩე, მაგ გადარჩენის პროცესში გავიწყდება, რომ უცბად გაჩერდა. და ანუ რასაც მართლა აქვს აზრი ის დაინახა, რომ ის
ის რომ იცხოვ, ახლა რომ. აქ ხარ ზემოთ ცარე შეხედე რაღაცა ლურჯია ზღაპრულია ყველაფერი ანუ ცხოვრობ მზე გარემოში ანათებს ჩიტები ჭიკჭიკებენ შეიძლება არ ჭიქჭიქებენ, მაგრამ რაღაცა სასწავლებლივად შექმნილ სამყაროში ხარ. კი. კი, ჯოჯოხეთია რაღაც ამბებში ძალიან ხშირად. მაგრამ ანუ რაღაცნაირად უცბად აქ ხარ, აქ აღმოჩნდი და ეს არის შენი რეალობა და არა ის, რომ 10 გაუხსნელი იმეილი გაქვს მოსული და შაბათს ამაზე ფიქრობ და შენ თავს ხელებში რა ურტყევ, რომ არ გახსნა ლეპტოპი ახლა ხო? ან რა ვიცი, სიტყვაზე რაღაც მოტოვებული ტრის გადაწმენდა როიალზე, ანუ რა ბავშვობის ტრაუმები გამახსენდა, მაგრამ ანუ საყინულიდან ქათმის ჩამოდგმა შენ შემთხვევაში, რა ვიცი, ყაბაყის ხო, ალბათ. ერთი რეკომენდაცია რაც შემიძლია მოგცეთ აუდიტორიას არის ნოველა. Okay. My Year of Rest and Relaxation. ქართულად არ არის სამწუხაროდ ჯერჯავებით ნათარგმნი და იმედი მაქვს, რომ მალე ითარგმნება, იმიტომ რომ ქართულადაც სიამოვნებით წავიკითხავდე. ძალიან პოპულარული და მეინსტრიმ ნაწარმოებია ბოლოს 3-4 წელიწადში, განსაკუთრებით 25 წელს გადაცილებული მანდილოსნებისთვის. კი, TikTok book-ის მთელი თავისი მიმდევრები ყავს და მთელი ამბები BookTok-ი. ოღონდ არ არის რომანტული ჟანრი, არის ნახევრად ფსიქოლოგიური მიმართულება. Okay, საინტერესო. საინტერესო სახელის გამო ვიყიდე რომ არ მოგატყუა, სულ არ ვიცოდი რა ხდებოდა და თემა არის ასეთი, რომ ერთი ახალგაზრდა 28 წლის თუ 27 წლის ამერიკელი გოგონა გადაწყვეტს, რომ ერთი წელი დაიძინოს. იმიტომ რომ გონია, რომ ეს იქნება ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია რომ უშველოს და ნაკლებად უბედურად იგრძნოს თავი. და ეს ჯერა რომ გაიღვიძებს, სამყარო დახვდება შეცვლილი და თავს იგრძნობს დასვენებულად და ბედნიერად. კი. საინტერესო. სხვათა შორის მე-18 და მე-19 საუკუნეებში ამ პრაქტიკას დასავლეთში აქტიურად ნიშნავდნენ ფსიქოლოგები ოღონდ ბჭყალებში უნიშნავდნენ ახალგაზრდა ქალებს და ზღვისპირეთში აგზავნიდნენ და ურჩევნდნენ რომ ლოგინში ყოფილიყვნენ და დაესვენათ. ნუ რა ვიცი, ყველაფერს სიტყვა მაინტერესებს, ყველაფერს ისტორიას არ ქმნოდნენ. უჭველი ისტორიის თემა. ნუ ინსპირაცია მოშვეგისთვის, ავტორისთვის გახდა აქ. და საკმაოდ საინტერესო და controversial ნაწარმოები გამოუვიდა. Okay, მეც აი როცა me time მექნება, პროდუქტიული როცა მენდომება რომ ვიყავ. ვერასდროს ვერ დაიწყებ ახალი წიგნის კითხვას, თუ შენ თავს ეტყვი, რომ დღეს ამ საათზე ან ხვალ ამ საათზე უნდა დავიწყო ახალი. მართლა ტყუილია. მესმის რომ ყოველს ჩემნაირ გამძლება არ აქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ მუშაობს და ჩემ შემთხვევაშიც არ მუშაობს. აი მაგიტო მინდოდა რომ შეგვედარებინა ეს ჩვენი რაღაცები, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან სხვადასხვანაირად შეიძლება ერთი და იგივე ტერმინი გავიგოთ თურმე ადამიანს. შენი იდეალური შაბათკვირა როგორია? ჩემი იდეალური შაბათკვირა ისე ბევრნაირად შემიძლია ჩამოვწერო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვერსია რაც მაფიქრდება და მქონია ეგეთი შაბათკვირებით. ჩემთვის ისიც კი რამე, ისიც ძალიან კარგი შეიძლება იდეალური არა, მაგრამ ძალიან კარგი შაბათკვირა შეიძლება ჩაითვალოს. აი დალევის მერე ნაბახუსებზე გამოდიხარ და რაღაცა, მაგრამ პროსტა დალევაზე აქ არ მაქვს საუბარი, მეგობრებთან ერთად კაი დროს რო გაატარებ, რაღაცა reunion-ები ან რაღაცა ეგეთი თემა, ან ეხა მაგალითად ჩვენ რადგან აქეთ ვართ და თბილისში რო ჩავდივართ ხოლმე მაშინ, აი ეგეთი მომენტიც ეგ შაბათკვირაც ძალიან კარგი იქნება, ჩემთვის, იმიტომ რომ ემოციურად კარგად ვიქნები დამუხტული. მაგ დროს? კი. მე მჭირდება მაგის მერე განტვირთვა. არა, მაგ დროს უყურე ჩემი ტვინი ხა როგორ არის მოწყობილი ვერ ხვდები და რატომ აძლევს იმის უფლებას რომ დავისვენო მაგ დროს, მაგრამ ფიზიკურად რო დაღლილი ვარ და შნო არ მაქვს არაფრის, ანუ მართლა არაფრის, ხო? ღამენათევი რო ვარ და ნაბახუსებზე რო ვარ და რაღაცა, რა თქმა უნდა რომ რაღაცა couch potato ვარ ჩვეულებრივი, ხო? მაგრამ ამ დროს ჩემი ტვინი მეუბნება რომ ანუ ხო ხედავ რომ არ შეგიძლია არაფრის კეთება და მოდუნდი რა და ეს იმდენად უცნაურია ხოლმე და იმდენად სასიამოვნოა რაღაც მომენტში რომ აი ემთხვევა
ეს და სხეულის მომენტი ერთმანეთს, რომ ეგეც ძალიან ოკეია ჩემთვის. ეგ არის ოკეი, ანუ ეგეც კი არა, ეგ უნდა იყოს ოკეი. ეხლა ძალიან შემიყვარდა შენი ტვინი ამ მომენტში, იმიტომ რომ ვისურვებდი, რომ ჩემ ტვინს უყვარდა იმდენად და მე მიყვარდეს ჩემი თავი იმდენად, რომ უფლება მივცე, რომ თუნდაც გაეჟღეროს ეგ ფრაზა სადღაც წიაღში. კი არა, აი ეგ მომენტი არის ხოლმე, რომ როდესაც ანუ ძირითადად არ ვიცი, მეც ეგ მომენტი მქონდა ყოველთვის, რომ ეხლა ტყუილა რო ვზივარ, მოდი ტყუილა პახუდურ ამას გავაკეთებ პარალელურად თუ რაღაც ხვდები და ეს საერთოდ სიტყვა ტყუილად მინდა რომ ამოვაგდო ესეთი სიტუაციებიდან ჩემი ლექსიკონიდან. იმიტომ რომ ტყუილად არ ვზივარ, ჩემ ორგანიზმს იმ მომენტში დასვენება ჭირდება, ჩემ ტვინს იმ მომენტში დასვენება ჭირდება და დამნაშავედ რატო ვგრძნობ თავს, როდესაც დასვენება მჭირდება. აი რატო ამიხსნას ხო ვიღაცამ. შესაბამისად, ნუ ვაფშე ამიხსნა ჩემ ფსიქოლოგმა, მაგრამ შესაბამისად ამით იმის თქმა მინდა რომ მოდი დავიშვენებ, ანუ რატომაც არა. და ანუ ამაზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე, რომ მიმეღო ეგ შედეგი და ერთხელაც გამოვიდა. ყველაზე კარგი შაბათ-კვირა ჩემთვის იქნებოდა ჩემს სახელოსნოში. იმიტომ რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ან ვხატავ, ან მინიატურას ვაკეთებ რაღაცა ენერგიას, მგონია რომ ვსესხულობ შემდეგი რამდენიმე თვიდან, იმიტომ რომ შემიძლია არც დავიძინო, არც შევჭამო, არც მოვწიო, არც არაფერი საერთოდ. დავჯდე, ვიჯდე და ვაკეთო. ოღონდ ამას იმიტომ ვეძახი იდეალურს, რომ მაგ დროს ესე იგი მე მაგ რაღაცა უსაზღვროდ დიდი რაოდენობით და მე მგონი განუსაზღვრელი რაოდენობით ინსპირაცია მაქვს მაგ დროს და ამ ინსპირაციას ზოგადად ისე ვებღაუჭები ხოლმე და ისე ვეკიდები, იმიტომ რომ ხშირი არ არის. არტისტისთვის უდიდესი ფუფუნება ზოგადად ინსპირაციის. კი, და ძალიან დიდი ტანჯვაა, როცა ერთი და იგივე პროექტს ბოლოს 3 თვეა აკეთებ მაგალითად. მართლა ძალიან დიდი ტანჯვაა, რომ ვხედავ თითქმის, აი როგორ არის, იცი, სადილს რო გააკეთებ და მარილი რო აკლია, აი ეგ მარილი აკლია, ეხა იმ ჩემ ბოლო მინიატურას, რასაც ვაკეთებ, უკვე რამდენი საუკუნეა და ვერ დავასრულე, იმიტომ რომ ნუ აი არ ვიცი. არ გიშვებ შენი სხეული უფრო მე მგონი. შეიძლება, არ ვიცი. მე მაქვს ხოლმე უბრალოდ ეგეთი. ხო, რაღაცა ბლოკის მომენტი არის, რომ აი ბლოკა Facebook. ბლოკა Instagram, ბლოკა Facebook. როდესაც ამ თემას ვამუშავებდი, ამომიტივტივდა ასევე თავში კითხვა, რომ alone და loneliness შორის, ანუ მარტო ყოფნა და მარტოობას შორის განსხვავების მომენტი. იმიტომ რომ მე დავაკვირდი ჩემ თავს, რომ ძალიან დიდი ხანი მქონდა იმისი შიში, ან უფრო სიფრთხილე, რომ მარტო ჩემ თავთან არ დავრჩენილიყავი. ძალიან საშიშია და იმიტომ თათია. ხო. აბა, რავი, შენს ნებისმიერ ახლობელს, მეგობარს უბრალოდ ნაცნობს უთხარი და აიძულე დარჩე საკუთარ თავთან მარტო და პირისპირ შეხედოს. ჯერთი თუ დარჩება, იგივე შემიძლია შენც გითხრა რაღაც მომენტებში. ზურგს შეაქცევს, იმიტომ რომ მაგას ვუკვეთებთ ჩვენ თავს მუდმივ რეჟიმში. და თუ გახედა, მე რა ისეთ ჰორორს შეიძლება გადააწყდეს უცბად მისთვის მიუღებელს, რომ ცოტა ხანი პერიოდა ძალიან დიდი ხანი იყო ჩემთვის ეგ საშიში, მაგალითად ეს უშუალოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მომენტი, იმაზე ფიქრი, რომ აი წეგან დასაწყისში რომ თქვით მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით, ანუ რატომ აქ მეთქი განცდა რომ მარტო ვარ, ანუ აი სულ მქონდა ეგ განცდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ მარტო ვარ და ამას ტრაგედიად აღვქვამდი, ანუ ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ჩემთვის ტრაგედია. და რაღაცა ძალიან მართლა ძალიან ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგად ნელ-ნელა გავდივარ. ჯერ მანდ არ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა გავდივარ იქ, რომ ნუ ამას მე ვერ შევცვლი. ფიზიკური მარტოობა არის ერთი, მეორე არის ზუსტად რითიც დავიწყე მარტოობა და ამის მიღება და გათვითცნობიერება. რაც შეეხება შიშს და რატო გვეშინია და ვუფრთხით ასე ძალიან, მე მაქვს ჩემი აზრი. იმდენად დიდი სივრცე და ზოგადად ადამიანებს ძალიან გვეშინია ჯერ გამოუკლევი დიდი გეოგრაფიული სივრცეების თუნდაც ჩვენს გონებაში. და მით უმეტეს ამ სივრცეში თუ შენ მარტო კოორდინირებ და მოძრაობ,
სუის მომენტი გაქვს, რომ ეხლა დავიკარგები, ეხლა გვერდით არავინ არ იქნება, ვინც ხელს მომკიდებს, ეხლა რაღაცას რო შევხვდა, იმას მარტო რანაირად უნდა ჩავხედო თვალებში. ან რამე რომ იქნას იმ რაღაცამ, ან ჩემი თავი რო დავკარგო, საერთოდ მგონია, რომ ეგ კიდე უფრო დიდი შიში არის, რომ ამ უდიდეს წიაღში, სივრცეში. სადაც თან რომ მოძრავ ვითარდები, იმიტომ რომ ისე შეუძლებელია მოძრაობა პირდაპირ ნიშნავს განვითარებას. ამ განვითარებისაც გვეშინია, იმიტომ რომ ისე რომ გააზრებული არ გვაქვს, უცხოა და საშიშია დამთავრებული. ისე რომ გააზრებული არ გვაქვს, გონია რომ ჩვენ თავს ვკარგავთ, ანუ რომ ვიცვლებით, პირდაპირ ისმევა ტოლობის ნიშანი, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, ხო. მე მქონდა მაგალითად ძალიან დიდხანს ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ ვერ ვთმობდი ჩემს ემო პერიოდის პერსონას. ვერანაირად ვერ ვთმობდი და მაგაში შედიოდა როგორი რაღაცებიც კი იცი, სიგარეტის მოწევა და რაღაც დღეში 8 ლიტრა ყავის დალევაც. ანუ რაღაცა იდიოტობები მეგობრებო რა. ხო, რაღაცეები რაც შენთვის ასოცირდებოდა იმ პერსონასთან. ხო. და ახლა უცბად რომ კოორდინაცია დავიწყე მარტო ამ სივრცეში და რაღაცებს აღმოვაჩენ, ზოგჯერ ვერ აღმოვაჩენ, ვერ ვგებულობ, ამ გებულობ. ხვდები რომ რაღაცებს თუ დავტოვებ, წინ რაღაც ახლებს ავიღებ, მე ვრჩები, მაგრამ უბრალოდ ვითარდები. იცი რა მაინტერესებს, მაგ პერიოდში, აი, როდესაც ვერ თმობდი ამ რაღაცებს და ეხლა ბევრ რაღაცას ვერ ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მაგ პერიოდში იყო ეს იმის გამო, რომ სხვისი ჯაჯმენტის, ანუ მიხვდი რაც ვიკითხე, რომ ეხა ნინი რო აღარ ეწევა, რატო აღარ ეწევა? არა, ეგ საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ხვების, ანუ სოციუმის და ბაბლის და ასე შემდეგ დამოკიდებულების თემატიკა არ არის, როგორ არ არის, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ არ იცნობ და ვერ ხედავ, შენ თავს აღიქვა ვიმათ, რათაც აღიქვამენ სხვები. ზუსტად, ხო, ანუ ეგ ან რაც პროექცირება ხდება და მთელი ამბები, მოკლედ რა. მაგრამ რისი თქმაც მინდოდა ამ პროცესში და რატოც მიშინოდა იყო მე მგონი ის რომ ამ მოძრაობაში ხარ ძალიან მარტო და საერთოდ არავინ არ არის და მე რა უცბად ადამიანებზე იწყებ გაბრაზებას ვინ შერიგლივ არიან მეუღლე ცუგო რომელიც უბრალოდ რავი დაყვება და გჯაჯავს და მეც არაფერს არ აკეთებს და ჰარო რატო არ მკიდებ ხელს და რატო არ მეხმარები რომ ჩემი თავი ვიპოვო ერთი წამი ანუ ერთი წლის წინ დავიბადე ეგ არ უმარ ანუ გიორგის მიმართაც სერიოზული პროტესტის გრძნობა მქონდა ძალიან ხშირად რომ აი ეხლა რატო არ მეუბნები ვინ უნდა გავხდე ნახე როგორი დაკარგული ვარ ნახე არ ვიცი ვინ ვარ ნახე თავს კარგავ და ან თვითონაც არ იცის ვინ არის და თვითონაც ძიების პროცესში იმიტომ რომ ესენი ვართ ადამიანები. ყველა ეგრე ვართ და იმიტომ კი. და შენ თხავ ადამიანს რომელიც ასევე საკუთარ თავს ნორმალურად ვერ ხედავს რომ შენ დაგინახო შეგიცნოს და თან პასუხისგებლობა აიღოს იმაზე ვინ უნდა გახსნა. აი ზუსტად მანდ მიხვედი პასუხისგებლობის მომენტი არის ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა მე მგონი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან ლიდერად და ესეთი ტიპი არა ყობა პასუხისგებლობა ძალიან ყობა კი ანუ პასუხისგებლობის ისე მეშინოდა რა ანუ იძულებით მე მგონი თუ რის გამო თუ რატო არ ვიცი მაგრამ ვიღებდი ძალიან ხშირად ვიღებდი ჩემ თავზე პასუხისგებლობას ისე რომ შეიძლებოდა დაჟე დამესწრო ვიღაცისთვის და ისე ამეღო ეგ რას ემსახურება თქვენ გაარკვიეთ. მე ვიცი რასაც ემსახურება. რას ემსახურება? იგივე მომენტი მაქვს მე ზუსტად იქამდე ვარ საჭირო სანამ ვარ გამოსადეგარი. მე თუ გამოსადეგარი არ ვიქნები და სიტყვაზე მომგვარებელი ტიპი, მარჯვენა ხელი, ფეხი და ასე შემდეგ არ ვიქნები, მაშინ აღარ მეყოლება ერგლივ არავინ და მარტო დავრჩები. იმიტომ რომ იქამდე მაქვს ფასი და იქამდე ვჭირდები ადამიანებს გვერდით სანამ გამოსადეგარი ვარ. ეს იყო შენი თუ ეხაც ეგრე არის? ეხაც ეგრე. ანუ რაღაცა რადგანაც ახლა ამას ხმამაღლავ ამბობ, ანუ გათვითცნობიერებული მაქვს და მუშავდება, მაგრამ ხო, ნუ თავისთავად რა ზუსტად. ეხლა არა, ანუ people pleasing რა არა. ეგ არის. ეგ არის და ზუსტად ეგ იყო ჩემი მომენტიც, რომ აი მე ეხლა თუ მე ვითავებ ამას თქვენ არ იდარდოთ მე გავაკეთებ თუ რაღაც მე სულ როგორი მომენტი მქონდა ხოლმე იცი თან სხვარპლის როლი ხო უეჭველი გინდა რა ყველა მე მაკეთებინებს ყველა და ის რო ხრავ და აი ჩქარინა ბიჭით რო დადიხარ თუ რაღაც ჟანდაბას მიეცი ვიღაცას რაღაცა ნაწილი და ფურა გააკეთა და აი მაინც მე უნდა თავიდან გასაკეთებელი თავიდან ანუ შეეშვი რა კი გამოვიდა სიტყვაზე რაღაცა რაც თანდენად ფატალურად რატო აღვიქვამთ ამ ყველაფერს
იმიტომ რომ ვერ ვიაზრებთ რეალურად რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ფასი და რას არა. ბათუმში რომ მივდივართ Orbit Tower-ში დავრჩები თუ Orbit Twin Tower-ში თუ სახელები ხარ არ გამომეკიდოთ, მაგრამ ერთი ხო იქით არის ახალი ბულვარისკენ და ერთი ხო მომგვალებული და ორი ტყუპი. მომგვალებული და ერთი და ტყუპები. ალბათ აშენებდნენ 5 კიდე. შეიძლება ხო მეც მდიხანი უკვე არ ვარ. აი, იქ დავრჩებოდით თუ აქ დავრჩებოდით, მაგას იმ ხელოვნებასაც ვანიჭებდი. ერთი და იგივე კენჭი ყრია იმ პლაჟზეც და ამ პლაჟზეც. და ერთი და იგივე თურქეთის ბაზარზე ნაყიდი თეთრეული არის გადაფარებული იგივე სარეცხის ფრონში გარეცხილი, ოღონდ ვილოცოთ რომ არის გარეცხილი. ნამდვილად სალოცავი. ანუ ხო და ანუ აი ეგეთ რაღაცებს რატო ვუთმობდი გინდა გითხრა რატო, იმიტომ რომ იმდენად არაფერი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში და იმდენად ოღონდ ნახე ახლა ცუდად არ გამიგო. ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ საერთოდ არაფერს, რაღაც საინტერესო რაღაცები მოვახდინოთ და გვეშინია რაღაცა ახალი რაღაცები. აი დღესდღეობით არც ბათუმში დავდივარ, არც ჩემი მთელი ერთი ვედრა სამეგობრო არ მყავს აქ და ერთი ნინი მყავს და ამას ვაწოლებ. მე ვარ ვედრა მეგობრებო. ამ ერთი ვედრა. ამას ვაწოლებ მთელი ანუ ვარშავაში რამე თუ მაიტერ ნინი არ გინდა იქ წავიდე ნინი არ გინდა აქ წამოვიდე ნინი კოლ ცენტრი და 09 რა იყო ჩვენ ბავშვობაში. აი ჩვეულებრივ 09 შემოიწარე 09. კი, აბა 08 მერე. ოკეი. აქ პირიქით თბილისთან შედარებით მე ვთვლი რომ ბევრად დაჩილებული ცხოვრება მაქვს აი მილიონჯერ უფრო ჩილ და მშვიდი და ანუ ქაოტური კი არა რაზეა საუბარი, დაჟე შემილია უინტერესოც დავარქვა ვიღაცაებისთვის, მაგრამ აქ ვაფშე არ მაქვს ეგ მომენტი, რაც იქ იყო, რომ აი აქ აღარ ვანიჭებ ეგეთ რაღაცებს მნიშვნელობას. გამოიწერეთ არხი ნინი ამოანათებს იმედია ოდესმე თუ მოვიდა აქამდე. ამოანათა ნინი და subscribe-ეთ. Instagram და TikTok გვერდებიც გვაქვს, ხო? Instagram-ი და TikTok-იც გვაქვს, შეგიძლიათ იქაც გამოყვეთ. TikTok-ზე, Instagram-ზეც და YouTube-ზეც 5000 ლარიანი გათამაშება მოვაწყოთ სხვა ინფლუენსერთან. ბოლოს ერთიანად როდის ვნახე გამ. არის ეგ როგორ ხდება, ბევრი ინფლუ ერთიანდება ერთად 1000 ლარს დებენ. 50 ინფლუ თუ რამდენი უნდა შევკრა? არ ვიცი, მაგრამ აჩეკებენ მოკლედ ამ ფულს. ჭკუაზე არ არიან, მე თამაშდება და რომ მოიგოს 5000 ლარი და რავი მანქანა, მაცივარი და ტურბო ტოსტერი და რაღაცები. უნდა გამოიწერო ეს ყველა ინფლუ რა. გაგვიზიარეთ თქვენი alone time-ის რამე რუტინა თუ აქვს ამ alone time-ს მაგალითად ან რაღაცა როგორ გამოდის თქვენი alone time-ი ან ვაფშე შეგიძლიათ რომ თქვენ თავს მისცეთ მაგისი უფლება? ხო და ძალიან ბევრი სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელი სხვადასხვა საკობრევი ჯგუფიდან გვიყურებ და გვასწავლეთ როგორ დავისვენოთ, როგორ მივცეთ. თქვენ როგორ ისვენებთ, რომ იქნებ ჩვენც გამოგვადგეს. ჩვენ რაც ვთქვით, ის მოგიყევით, იქნებ თქვენც გამოგვადგეთ. აგერ ნინი ვერ ისვენებს. აგერ ნინი თურმე ვაფშე ვერ ისვენებს. მე მჯერა რა, თუნდაც ეს საუბარი და დღევანდელი პოდკასტი ჩვენთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ვისწავლო თუნდაც როგორ უნდა დავისვენო ზედმეტი ნამუსის შეწუხების გარეშე. პა!